კი რინგს სტეფანეს გუნდის წევრებს დავუთმობთ. შემდეგი დუეტი რინგებზე, რომელსაც ახლა გამოვაცხადებ, ერთადერთია, რომლებმაც იცოდით. ვინ და ვინ იქნებოდით, ამიტომ შეგიძლიათ ერთად წამოხვიდეთ ბექა და ეთო. მე თქვენ შეგპირდით, რომ ერთად იქნებოდით. იმასაც შეგპირდით, რომ საინტერესოები იქნებოდით ძალიან და ზუსტად ვიცი, რომ ეს ესე იქნება. ამიტომ სიმღერა შეგირჩიეთ, რომელსაც ქვია Brother Can You Spare a Dime. ეს არის 1926 წელს დაწერილი სიმღერა და მე იმედი მაქვს, რომ ეს სიმღერა თავიდან გამოცოცხლდება, იმიტომ რომ როგორც წესი Voice-ში ამღერებენ ბოლო 30 წლის მანძილზე გასულ ხიტებს, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს ძალიან ძველი დაწერილი სიმღერა, უკვე კლასიკად არის ქცეული ამერიკაში და მე ძალიან მინდა ეს ექსპერიმენტი თქვენთან ერთად ჩავატარო, ამიტომ თუ მომენტობით იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა. ხმაც არ მოგაღებინეთ, ხო? ნუ გიცოდით, რომ ერთად იქნებოდით, ამიტომ ნუ აქ საკურველი არაფერი არ არის. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრები. ხო, ბექას და ეთოსაც შეეხება, ეთოს რო შემოუწიალდი, ანუ იქამდე მე ბექა მყავდა აყვანილი და ეთოს პირდაპირ უთხარი ის, რომ ბექას უნდა შეხვედრო და იმიტომ რომ ბექა რო ავიყვანე და წავედი სახლში, ვფიქრობდი რომ მე მყავდა არტისტი და აი ამ სიმღერის Brother Can You Spare a Dime ეს არის 1926 წელს დაწერილი სიმღერა, რომელიც მე ნუ გადაამღერეს ძალიან ბევრმა. ბექა თურმანიძე არ გამკვირვებია ჩემთან ერთად რო არ რინგზე, იმიტომ რომ ბლაინდზე ვიცოდი ეგ. ძალიან კარგი ადამიანია, კარგად ღერის, მიხარია რომ ბექასთან ვარ. უცებ ეთო რომ მოვისმინე და რომ მოვტრიალდი და მივხვდი რომ ეს არის ეთო და მე ორივეს რო ვკითხე და თურმე თეატრალური ბაზა აქვთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ეთო არის ძალიან მაგარი გოგო, ძალიან ნიჭიერი გოგოა და არა მარტო ჩვენს თიმში, არამედ ზოგადად Voice-ში არის ჩემი აზრით რა ძალიან მაგარი ხმის ტემბრი აქვს. სხვასთან შეიძლება ვერ გამოსულიყო და არც გამოსულიყო. კარგი იქნება და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვება ჩემი აზრით ამას. იმ შემთხვევაში თუ ეთო გადავა, ნამდვილად არ მიფიქრია იმაზე, ვინ და ვინ შეიძლება დააჭიროს. მე მგონია რომ გადავა, იმიტომ რომ ეთოს მეტი შანსი აქვს. ნამდვილად, თვლი, აი ეს გულწრფელად თვლი, მაგრამ აი სცენაზე კიდე სულ სხვა რაღაცეები შეიძლება მოხდეს. რინგზე ნუ კაუჩი ჩავაგდებ, ხელს გამოვჭრი, ყველანაირად ვესტები რომ გადავიდე ბოლომდე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბოლომდე გამიყვანოს. და სულ სხვადასხვანაირი ვიქნები, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას გავაკეთებ იქ. და მინდა, რომ ბოლომდე გავიდე. და ვაპირე, ნახოთ. სიმღერა კარგია და რაც თავარია ჩვენ შოუ გვექნება, ისეთი შოუ, რომელიც არავის არ ექნება და ამას ხმამაღლა ვამბობ თქვენ თქვსნი ამ რინგებს და ძალიან მიხარია რომ ესე იგი მყავხართ. როგორც შეგპირდით რომ ყველაზე კაი ნომერი იქნება, იქნება ყველაზე კაი ნომერი რინგებს. თავისუფლები ხართ. ამ კონკურსანტების დაწყვილებით სტეფანე საინტერესო სანახაობას დაგვირდა. ნამდვილი შოუს მოლოდინი. მსახიობური ტანდემი ახალი ხმის რინგზე. ეთო გავაშელიშვილი. და არტისტული ბექა თურმანიძე.
tower to the sun. Brick and rabbits in lawn. Once I built the tower, now it's done. Brother, can you spare no time? One thing kagesuits, Jerry looks so well. For let's say, young kid to doodle die. Half a million boots slugging through hell. Madonna. Kid with a drum. Say, don't you remember the call me ill? It was ill all the time. Say, don't you remember? I'm your there, buddy. Can you spare no time? Young kid to doodle die. Half a million bullets went slugging through hell. I was a kid with a drum. Say, don't you remember the call me ill? It was ill all the time. Say, don't you remember? I'm your bear, buddy. Can you spare no time? Buddy, can you spare no ეთო გავაჩელიშვილი, ბეკა თურმანიძე. გეოსაჩვენი არ გამოხმარებო. პატარა სპექტაკლი ვიხილეთ ყველამ. სანამ სტეფანე გადაწყვეტილებას მიიღებს, მე მინდა მაიას ვკითხო, ორიოდე სიტყვა გვითხრას ამ წყვილზე. დიდი მადლობა სტეფანე. აი აქ მარტო მუსიკალური პერფორმანსი არ იყო, არტი ვიხილეთ ყველამ. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი ნამუშევრისთვის. პერფორმანსად არის, მაგრამ ვოკალური მონაცემები, სადაც არის, მე უფრო ეთოს მხარეს ვიხრები, რა თქმა უნდა. დათოს უსმენთ შემოგვიყვება. სტეფანეს დიდი მადლობა. ნიჭიერი კაცი ხარ სტეფანე, ეს წინვალე შოუ დაგვიდგიდა, შენი ხელი ეტყობოდა ამ ყველაფერს და ძალიან ვისიამოვნე პირადად მე. ძალიან მიყვარს ბექა, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია და საყვარელი და გახსოვს შენ რა დღეშიც ვიყავი რომ კასტინგზე. თუმცა მაინც მომღერლების შოუა ეს და ჩემი ხმა. ელაგისმენთ. დიდი მადლობა ჩემს მეგობარ სტეფანეს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ნამუშევარი იყო, ასევე რა თქმა უნდა კონკურსანტებს, იმიტომ რომ ეს არ იყო საკონკურსო ნამუშევარი, ეს იყო ჩვეულებრივი საკონცერტო ძალიან კარგი ნომერი. მე ძალიან ვისიამოვნე და რა მინდა ვთქვა, იმდენად კარგია ორივე მონაწილე, რომ გამიჭირდება არჩევის მიცემა, თუმცა რა თქმა უნდა გამომდინარე კონკურსის, ესე ვთქვათ,
სპეციფიკიდან არ აქვს მნიშვნელობა, რომელი დატოვებს რინგს, მე ვიბრძოლებ ორივესთვის, რომ მოხვდნენ ჩემ გუნდში. ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ჩვენ ველოდებით სტეფანეს ძალიან დიდი მადლობა, უბრალოდ კოტე ფურცელაძეს მინდა ამ ნომრისთვის დიდი მადლობა უთხრა, რომ დამეხმარა დადგმაში, იმიტომ მე ქორეოგრაფი არ ვარ, მაგრამ ნუ იდეა გამახორციელეთ ერთად. მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი, რომ ორივე რეპეტიციებზე ბევრად უკეთესები იყავით და გამიკვირდა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ბექას ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმ ყველაფრისთვის, იმ მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რაც ეხა გვანახა. და რა თქმა უნდა მე ვფიქრობ რომ ალბათ კიდევ უფრო საინტერესო ნომრები რომ განახოთ შემდეგში მე ჩემ გუნდში მაპატიებ ალბათ ბექა მიმყავს ეთო ბოდიში გავაცილოთ აპლოდისმენტები მაშასე ვიფასოს სუპერმწვრთნელებო ბექა მზად არის მოსატაცებლად ბექა რამე ხმარ გვეტყვი მართალი თქვენ შეგამ რეპეტიციებზე გაცილებით კარგი იყო და ეგ ამიტკდა ზოგადად თქვენთვის უკეთესი იქნება და კარგი ყოფილიყო რა ველოდებით თქვენს გადაწყვეტილებას ლელა მოგიტაცებს ბექა მიულოცოთ ბექას ის ბავშვია. ლელა, დიდი მადლობა. გავახლებოთ და გავაცილოთ აპლოდისმენტებით ბექა თურმანიძე. რა თქმა უნდა იყო კაი, მაგრამ აი მართლა გეუბნებით გუშინაც ყველა რეპეტიციაზე, აი მართლა ძულებიდან ამომხტრები იყვნენ და რაღაც მოხდა. მაგრამ ხო, ნუ ზოგადი იკმაყოფილება, რა თქმა უნდა, არის უბრალოდ მწვრთნელმა ყოველთვის შიგნიდან იცის ანუ რამდენად შეიძლება მიაღწიოს და შეიძლება მეც დავაკელი, არ ვიცი რომ ვთქვათ ესეთი თუმცა მე ვფიქრობ რომ მაინც საინტერესო იყო. მე ამ ბავშვებს ძალიან კარგად ვიცნობ, ორივე ძალიან არტისტულები არიან, ნახეთ ბექა რა მაგარ რაღაცებს შვება, მაგრამ მე უბრალოდ რაღაც გეგმები მაქვს ეთოსთან დაკავშირებით და შეიძლება მხოლოდ ეს იყო ამის მიზეზი. მე სამწუხაროდ ესე კარგად არ მახსოვდა ბექა მაგრამ ის რაც დღეს გააკეთა, ის ჩემთვის იყო ძალიან მიმზიდველი და ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ როგორც სტეფანე მახსენა, ის ძალიან არტისტული, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო ხმის ტემბრი აქვს, შესრულების მანერაც არაჩვეულებრივი აქვს და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაახალისებს ჩემს თიმს და ამიტომაც გადავწყვეტა, რომ ამბიც არ უნდა დაეტოვებინა ეს პროექტი. იმედი მქონდა, რომ ეს გადაწყვეტილებას მიიღებდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ქალბატონ ლელას. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ რაღაცა მენდო, აი ესე დროს რაღაცა და მოკლედ ესე. რაღაცა არ მომთავრებ ჯერ და კარგია. ჯერჯერობით არ მომთავრებ და უკვე ჰეპი.